აქ მეგობრებო, ეხლა ქარხანა შემოდის ასეთი შასი, აი ამ ცეხში უკვე კეთდება უამრავი სხვადასხვანაირი კუზავები, ყუთები, მაცივრები და ასე შემდეგ. აი ყველაფერი შენდება. ნახეთ, მერე გადის შემდეგ ნაბიჯზე და საბოლოოდ უკვე გამოდის აწყობილი მანქანა. ნახეთ, ეხლა აქაც იწყობა. აქეთ ნახეთ, დიდი ყუთებიც არის. სხვადასხვანაირი ზომის და სიგრძის და სიმაღლის ყუთები. ყველაფერი შეკვეთით, აი ნახეთ, ესენი უკვე დამონტაჟდა. ეხლა მიდის ინსპექცია. ყველაფერი უკვე უნდა შემოწმდეს ბოლომდე. აქეთ დეტალები სხვადასხვანაირი. შეხედეთ, ეს უკვე აწყობილია ყველაფერი. აი ასე. აქ ახლა თქმა უნდა ყველგან არ უშვებენ, მაგრამ ისედაც ჩანს, იქ რამდენი ავტომობილი არის, სხვადასხვა ხაზებზე დგას, სხვადასხვა რაღაც ნაწილებს უკეთებენ და უშვებენ შემდეგ ასაწყობ ზოლზე. ასე რომ ეს არის რეალობა, საინტერესო, ნამდვილი ქარხანა, სადაც შენდება აი ესეთი ძალიან საინტერესო სპეცტექნიკა, რომელიც არის ბრენდი Isuzu. ეს არის ქარხანა, რომელიც უშვებს თავის ბრენდს, რომელსაც ქვია Chinling. დანარჩენი ავტომობილები თვითონ შიდა ბაზრობისთვის და კიდე სხვა მიმართულებზე Isuzu-ც არის. ნახეთ, Isuzu. მაგრამ ექსპორტზე შეიძლება გამოვიდეს ზუსტად ეს ბრენდი Chinling, რომელიც შენდება ამ ქარხანაში. ასე რომ, მეგობრებო, ვისაც დაჭირდება ესეთი ავტომობილები, დისტრიბუცია, ვისაც აქვს საფოსტო ბიზნესები, ან კიდე სხვა დისტრიბუციის ბიზნესები, ან გადაზიდვის ბიზნესები და ასე შემდეგ, ეს არის ძალიან მაგარი არჩევანი ელექტრო ავტომობილები, ელექტრო სატვირთოები, რომელიც რეალურად ძალიან დიდ თანხებს თვეში დაგიზოგავთ. ძალიან დიდ თანხებს და რაც შეეხება კიდე დამტენს, სად დავტენოთ. დამტენსაც დაგიყენებთ, ჩვენს უკვე მაგ გამოცდილება გვაქვს, რამდენიმე კომპანიას უკვე დაუყენეთ, კიდე გზაშია სხვადასხვა დამტენები, სხვადასხვა კილოვატები, ამიტომ